მოგესალმებით, ერთ-ერთმა გამომწერმა მთხოვა GPS ნავიგაციაზე ვიდეოს გადაღება. თუ თქვენ გადაადგილდებთ მარტივ სალაშქრო ბილიკზე, ამისთვის მხოლოდ დაგჭირდება ტელეფონის გამოყენება. თუ თქვენ ტელეფონს სუსტი ბატარეა აქვს, კიდე გაითვალისწინეთ, რომ სიცივეში ბატარეა უფრო ცოტა ხანი ძლევს, აუცილებლად დარწმუნდით, რომ თქვენი ტელეფონის ბატარეა არის გამართული, მუშაობს კარგად და მალე არ დაჯდება. არსებობს სალაშქრო ბილიკები, სადაც არ იჭერს, რა თქმა უნდა, ტელეფონის კავშირი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებ offline regimes, იგივე თვითმფრინავის რეჟიმს. ეს ქმედება გვიზეგავს ბატარეას, თუმცა ამ შემთხვევაში გადმოწერილ ტრეკზე ორიენტირება მარტივია. არ ითიშება GPS. აი ეს პლუსია ამ ყველაფერს. პროფესიონალმა იცის, რომ ტელეფონი მხოლოდ არ არის საკმარისი, რადგან ის შეიძლება დაჯდეს, შეიძლება ძირს დაგივარდეს და გაგიტყდეს, ამისთვის კი გჭირდება დამატებით უსაფრთხოება. დამატებით უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, არის ხელის GPS ნავიგაციის მოწყობილობები, რომლებიც არის გამძლე დარტყმისგან. პროფესიონალი მოლაშქრე, რა თქმა უნდა, ტელეფონის იმედად არ არის, არამედ შემოდის რუკა და კომპასი. მერწმუნეთ ტელეფონზე მეტად, თუ რუკის ცნობა იცი და კომპასის გამოყენება სწორად, ეს არის შენი მაქსიმალური უსაფრთხოების გარანტია. რა აპლიკაციებს გირჩევთ გამოიყენოთ ლაშქრობისთვის? ვიყენებ აი ამ სამ აპლიკაციას. სამივე არის ერთნაირი, მაგრამ ყველაზე მეტად ვიყენებ Gaia GPS. ერთი ძალიან კარგ ხრიქს გეტყვით, როგორ იპოვოთ ახალი მარკირებული ბილიკები საქართველოში. რატო შემოვედი Wikiloc-ზე? მარტივად შეგიძლიათ არჩიოთ თქვენს ირგვლივ მდებარე სალაშქრო ბილიკები, ვიდრე ტრეკის გადმოწერას გასწავლით. აქ ხედავთ, Georgia Travel არის ტურიზმის ეროვნული სამინისტროს პეიჯი. აქ უახლესი ბილიკები იდება, ეს ბოლო ბილიკი ნახოთ, როგორ გადმოვწერო ეს ბილიკი უფასოდ და ამაში არ გადავიხადოთ თანხა. რადგან თუ ტელეფონში Wikiloc-ს გადმოვიწერთ, ეს არის ფასიანი, მაგრამ აქ არის უფასო. დავაჭერთ ფაილს, ნახავთ, რომ აქ არის GPX ფორმატი, რაც ჩვენ გვჭირდება, გადმოვიწერთ. ამ ფაილს ჩავაგდებთ ჩვენ ტელეფონში და გავხსნით GPS აპლიკაციაში. ბოლო პერიოდში სალაშქრო საათები ძალიან პოპულარული გახდა, ასევე დაიხვეწა მათი GPS სიგნალები და საკმაოდ კომფორტული გახდა მათი გამოყენება. დამიკომენტარეთ შემდეგი საკითხები და მე აუცილებლად შევხები მას. კარგად ბრძანდებოდეთ.